მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. მოგეხსენებათ, რომ არტი ქალთათოია და ჩვენ ვცდილობთ წარმოგიდგინოთ წარმატებული ქალბატონები, რომლებიც გარდა იმისა, რომ არიან ექიმები, მოღვაწეობენ ასევე სხვა სფეროებშიც და შესაბამისად არიან მაგალითი იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ერთდროულად თუ გული გულობს და თუ ამის შესაძლებლობა ადამიანს აქვს. სწორედ ამიტომ დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ექიმი და მწერალი, მშვენიერი ქალბატონი თეა კბილაშვილი და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ ჩვენთან სტუმრობისათვის. საგამოშვიდობის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ჩვენთან პირველად ვართ, ხო? კი ბატონო, და ძალიან მიხარია, რომ თქვენ ხართ არაუბრალოდ სამედიცინო ტელევიზიაში, არამედ რომელიც ერთადერთია ჯერჯერობით ამ პროფილით საქართველოში და უკვე ამ წელია კი ექიმებზე და სამედიცინო თემებზე აკეთებს, რა თქმა უნდა, გადაცემებს, მაგრამ ჩვენი გადაცემა მე იდეა სულ მესამე წელი, ასე ვთქვათ, რაც არსებობს, შედარებით ახალია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ მედიას თემა, ქალის თემა მეცნიერებაში, მედიცინაში, იდეები, შემოქმედება, იმიტომ რომ თავად მედიაც ძალიან შემოქმედებითი იყო და იდეაც თავისთავად მოიცავს ერთგვარად როგორც მედიას პატივისცემას, ასევე მედიცინის სფეროში იმ იდეების, იმ საინტერესო ჩანაფიქრების განხორციელების შესახებ საუბრებს, რომელმაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას. და მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ როგორც ექიმი, პედიატრი გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მოღვაწეობდით, შემდეგ უკვე ფარმაცევტულ საქმიანობაში კი ბატონო და აი მე მინდა რომ რაღაცას მივყვეთ თქვენს გზას. რა არის თქვენთვის პედიატრია? რა ძირითადი გამოცდილება შეგძინათ, რამდენად რა იდეები გაგიჩინათ და რამდენად შეცვალა გარკვეულწილად თქვენი მსოფლმხედველობა. კი ბატონო. ნუ რაც შეეხება ჩემს პროფესიას, პედიატრიას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს ჩემი პიროვნული განვითარებისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ბავშვებთან ურთიერთობას, ბავშვების ფსიქოლოგიას. პედიატრიად მუშაობის გამოცდილება დიდ წლებს არ მოიცავს ჩემთვის, როგორც კი დავამთავრე, დავიწყე ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება კონკორდ მედში, პედიატრად მუშაობა, შემდეგ ვიყავი ამავე სასწრაფოს დირექტორიც, გარკვეული პერიოდი 2 წელი. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე მიმართულება შემეცვალა პროფესიაში, იმიტომ რომ ზოგადად აი მოგეხსენებათ ჩვენი ასაკის თაობისთვის მაინც პროფესიის არჩევა უფრო შთაგონება იყო, ანუ ზემოქმედება მშობლებისგან. მე 6 კლასიდან მომზადებდნენ ქიმია ბიოლოგიაში, რომ უკვე ვიცოდი მე 6 კლასიდან რომ მე სამედიცინოს უნდა ჩამევარებინა და შესაბამისად, კი მესმის ჩავაბარე, რა თქმა უნდა, სამედიცინო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, უფასო სექტორზე, პედიატრიულ ფაკულტეტზე, დავამთავრე კიდეც, მუშაობდი კიდეც გარკვეული პერიოდი, კი ბატონო, როგორც ხდებოდა. თუმცა მაინც შინაგანად გრძნობდი, რომ ეს არ იყო ჩემი პროფესია. ხო, სამედიცინო სფეროში რაც მიზიდაო და იყო ის, რომ დიაგნოზის დასმის პროცესი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს კვლევა, ძიება, მოძიება, ერთმანეთთან ლოგიკურად რაღაცეების დაკავშირება და აი ეს პროცესი მხიბლავდა, მაგრამ შემდეგ უკვე დანარჩენი ცოტა მაინც დამთრგუნველი იყო ჩემთვის იმ გარემოში მუშაობა, კი ბატონო. შესაბამისად გადავწყვიტე იმ მიმართულებით მემუშავა, რაც ჩემთვის უკვე საინტერესოა. ფარმაცევტულ კომპანიაში, რა თქმა უნდა ყოფილიყო ჩემს პროფესიასთან მოსაზღვრე. ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობა და პროდუქციის მენეჯერის თანამდებობა ჩემთვის ის სფეროა, რაც ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ მუდმივად ვარ კვლევა ძიებაში, ახალი რაღაც გაიდლაინების, სახელმძღვანელოების, პრეზენტაციების, ექიმთან ახალი ინფორმაციების მიტანის და ამ პროცესში ვარ ჩართული და შესაბამისად ეს ჩემთვის სწავლებაც მოგწონთ ალბათ, ხო? კი, ანუ ჩემი სხვათაშორის კი, ჩემთვის ალბათ ყველაზე საყვარელი საქმიანობა არის ინფორმაციის გაზიარება და კი, საბოლოო ჯამში სამომავლოდ მე ვაპირებ ამ მიმართულებით ჩემი მოღვაწეობის გაგრძელებას ალბათ. ძალიან საინტერესოა ეს და თქვა სხვა შეიძლება ძალიან კარგ პრობლემას შეეხეთ მართალია მსუბუქად და ზოგადად ახლა ჩვენ
ქალბატონებთან გადაცემები გვინდა რომ სუბუქი და გაზაფხულივით ფერადი იყოს, მაგრამ პარალელურად რა თქმა უნდა გამოწვევებზე გვსურს ვისაუბროთ და არის კი ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი და ამიტომ აქვს პროფორიენტაციას სკოლის ასაკშივე გარკვეული პროფესიების გაცნობას მოსწავლეებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეხლა არის ეს მიმართულება უკვე დაძრული რომ სწორად აირჩიონ თავიდანვე რა სურს ძალიან ძნელია 16-18 წლის ასაკში კი არა ზოგჯერ 20-25 წლის ასაკში გიჭირს გაერკვე რა არის შენი ცხოვრებისეული მოწოდება და ამიტომ მე ვფიქრობ მართლა საინტერესო თემას შეეხეთ და მშობლებისთვისაც ეს უნდა იყოს გარკვეული გაკვეთილი რომ არ უნდა მოახვიონ თავს შვილებს ეთყობა თავის პროფესია მაგრამ რახან თქვენ ახლა ფარმაცევტული თუმცა როგორც თქვენ ბრძანეთ ამან აჩვენა რა არის თქვენთვის გარკვეული ფსიქოლოგიური მაინც ბარიერი ბავშვი მისი ტკივილი მისი წრემლი მისი კი ჩემთვის ძალიან ემოციური რა თქმა უნდა იმიტომაც ალბათ ეხლა რა მინდა იცით კითხოთ რახან ფარმაცევტულ კომპანიაში საქმიანობთ ამ ეტაპზე და შესაბამისად ინოვაციებზე და პრეპარატებზე გაქვთ გამუდმებით ინფორმაცია როგორ ფიქრობთ დღეს რა მდგომარეობა გვაქვს აი ამ სამკურნალწამლო და მედიკამენტოზური ბაზრის თვალსაზრისით რამდენად არის საქართველოში ხელმისაწვდომი და რეგისტრირებული პირველ რიგში რა თქმა უნდა რომ ლეგალური იყოს და ხელმისაწვდომი ყველა ის ბაზისური სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მედიკამენტი რომელიც ადამიანებს სჭირდებათ და ხომ არ არის ისეთი დაბრკოლებები შექმნილი რომელმაც შეიძლება გარკვეული ინტერესების გამო ზედმეტი ან არასაჭირო მედიკამენტების დანიშვნა შეუწყოს ხელი. როგორ არეგულირებთ ამათ თქვენ საქმიანობაში? კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ დღეს პაციენტს აქვს არჩევანის ძალიან დიდი შესაძლებლობა. იყო პერიოდი, ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი, როცა პროდუქტი, არა მხოლოდ მედიკამენტები, ზოგადად პროდუქტი იყო ძალიან ცოტა და ხელმისაწვდომობაც შესაბამისად, ანუ ამით ჩემი აზრით თვითონ მომხმარებელი ზარალდებოდა. დღეს ეს არჩევანის სიდიდე კარგია იმ თვალსაზრისით, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომობა ძალიან გაიზარდა ნებისმიერი საშუალების. პაციენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ხარისხის მიხედვით, წარმოებელი ქვეყნის მიხედვით, ფასის მიხედვით, კი ბატონო, ძალიან დიდი არჩევანი აქვს პაციენტს ამ თვალსაზრისით და ეს ძალიან კარგია. რაც მეტი ჩამონათვალი იქნება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, მე მივესალმები, ეს კარგია და კონკურენცია, მეტი კონკურენცია, კი ბატონო, არეგულირებს ბაზარს თვითონ და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა კარგია. რაც შეეხება იმ თემას, ეს ცოტა ისეთი სენსიტიური თემაა. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი, რომ მე შემხედრია ისეთი, მაგალითად, ისეთ ექიმთან მიმუშავია, რომელიც ზედმეტად გამოწერს მედიკამენტებს რაიმე დაინტერესების თვალსაზრისით, თუმცა ნუ ეს ასეთი ფაქტები არსებობს და იმიტომაც დაისვა თქვენი მხრიდან ეს შეკითხვა, თუმცა მე არ მქონია შეხება ამ ასეთ და მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი როგორც მენეჯერის აზრი, რაღაც შემაკავებელი მექანიზმები ალბათ არსებობს, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ თავიდანვე, რომ გიყვართ კვლევა ძიება და მე ექიმთან ინფორმაციის გაზიარება. და მე ვფიქრობ, სწორედ ეს სახე უნდა გქონდეს. თქვენ უზიარებთ რა ახალი მედიკამენტი არსებობს დღეს ბუნებაში, მსოფლიოში, პროტოკოლის მიხედვით სად რა გამოიყენება, როგორ, რა ეფექტურობით, რა შედეგებს გვაძლევს და მე უკვე ექიმმა უნდა გადაწყვეტოს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ეროვნული გაიდლაინის პროტოკოლის მიხედვით და აოდების სიტუაციის მიხედვით რა დანიშნოს. მაგრამ არის ეს პერსონალიზებული, პერსონიფიცირებული ორივენაირად ვამბობთ მედიცინის განვითარების ძალიან დიდი მოთხოვნა დღესდღეობით და საჭიროებაც მე რომ ვკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ცალკე ინდივიდი ვართ. როგორ ფიქრობთ, აი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ გარკვეულწილად ზოგჯერ გადაუხვიო იმ პროტოკოლს ექიმმა საკუთარი გამოცდილების ცოდნის და აი თქვენთან შეჯერებული ინფორმაციის გაზიარების ნიადაგზე და კონკრეტულ პაციენტს შეურჩიოს მკურნალობის სქემა, იმიტომ რომ ჩვენ ამას წინათაც ვსაუბრობდით ერთ-ერთ გადაცემაში და არაერთხელ ვახსენეთ ეს თემა, კლინიკური ფარმაკოლოგის პოზიცია ჯერჯერობით ამ წოდას საქართველოს კლინიკებში ჩვენ არ გვაქვს. და ამ შემთხვევაში როგორია
როგორ ფიქრობთ ფარმაცევტული კომპანიების როლი რო დაეხმარონ ექიმებს? კი ბატონო. რაც შეეხება მოწოდებული რაც არის რეკომენდაციებიდან გადახვევა. დღეს ექიმები ამ თვალსაზრისით ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ კუთხით, რომ რაღაც რომ გაურთულდეს იმ პაციენტს, ექიმს აუცილებლად მოეთხოვება პასუხი და ექიმს არ უნდა კონდეს გადახვეული სწორედ იმ რეკომენდაციებიდან, რაც მოწოდებულია. მას შეიძლება დამატებით დანიშნოს, თუ ფიქრობს, რომ საკუთარი გამოცდილებით ეს რომელიმე კონკრეტული მედიკამენტი არის ეფექტური და უკვე გარკვეული მონაცემები აქვს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი ეფექტურია, შეუძლია დამატებით დანიშნოს, მაგრამ იქ პროტოკოლს არ უნდა ჩემი აზრით არა, უბრალოდ ექიმების დამოკიდებულება ასეთია. მაგიტომ ამბობ, ეგ არის დილემა, იმიტომ რომ ერთის პროტოკოლით უნდა იმოქმედო და მეორე გთხოვა პერსონიფიცირებული იყოს, ანუ კონკრეტულ პაციენტზე ერთ მაგალითს მოვიყვან. პროტოკოლში ძირითადად მაგალითად ანტიბიოტიკის საჭიროების დროს მოწოდებულია, რომ რაღაც პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი დაინიშნოს, თუნდაც დაუშვათ ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს. ჩვენთან საქართველოში იმდენად ხშირია, წლებია უკვე იმდენად ხშირია ანტიბიოტიკის გამოყენების სიხშირე, რომ იმ ანტიბიოტიკზე, იმ ჯგუფზე, რომელიც პროტოკოლშია მოწოდებული, უკვე რეზისტენტობაა განვითარებული. კი ბატონო, რეზისტენტობა იმას ნიშნავს, რომ ეს ანტიბიოტიკი იმ პაციენტზე აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ მას გაცილებით ძლიერი ჯგუფის ანტიბიოტიკები უკვე მიღებული აქვს და შესაბამისად რეზისტენტობაა განვითარებული. აი, ამ შემთხვევაში დილების წინაშე დგას ნამდვილად ექიმი, იმიტომ რომ პერსონიფიცირებული, იმიტომ რომ იგივე გაიდლაინი და პროტოკოლი ყოველთვის გეუბნება, რომ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ კი ბატონო, პირველი რიგის ეს არის, კი ბატონო, პირველი რიგის ეს არის, გეუბნებიან და ამ შემთხვევაში ხდება, რა თქმა უნდა, პირდაპირ მაგალითად პირველი რიგის გამოტოვების გარეშე გადასვლა სხვა რეკომენდაციებზე, რომელიც ამ პირველი რიგის შემდეგ არის მოწოდებული და თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ჩემთვის ახლა როგორც პულმონოლოგისტვის ძალიან საინტერესო ერთი დაკვირვება, რომ ზუსტად ზემოსასუნთქი გზების ინფექციების დროს თუ მანამდე სხვა ანტიბიოტიკი მიღებული არ აქვს, ძალიან ბევრი ცნობილი ასე ვთქვათ პროტოკოლის მიხედვით ჩერჩევის პრეპარატი სრულიად სხვა ჯგუფია და არა დაუშვათ პენიცილინების ჯგუფი, მაგრამ ნუ ჩვენთან ასე არის რაღაცნაირად ჩამოყალიბებული და ყოველთვის ესე ინიშნება. რა თქმა უნდა, ეს დიდად შეიძლება ბევრს არაფერს არ გვეს, მაგრამ აი სწორედ იქეთ მივდივარ, რომ პერსონიფიცირებული მედიცინის განვითარებისთვის გჭირდება ბალანსი ალბათ ერთის მხრივ იმისა, რომ კვლევებზე დაფუძნებული, მტკიცებითი მედიცინით შემუშავებული პროტოკოლიც არ დავარღვევთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თვითონ პაციენტის ანამნეზი გავითვალისწინოთ, დაავადება, მდგომარეობა და ამის მიხედვით დავნიშნოთ. ნუ ბალანსი ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ალბათ რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვისწავლოთ ეს ბალანსი, არა მხოლოდ სამედიცინო სფეროში ზოგადად. რახან ჩვენ მაინც სამედიცინო საქმიანობაზე ვსაუბრობთ ჯერჯერობით თქვენი ასე ვთქვათ საქმიანობის ამ მიმართულებას ვეხებით ვიდრე მეორე მიმართულებაზე გადავალთ. მე მაინც მაინტერესებს რა განსხვავებაა ჯანდაცვის მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებების შორის. აი სასწრაფოს როგორც ბრძანეთ მენეჯერიც იყავით, ეხლა აი ამ ფარმაცევტული ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი ბრძანდებით. რა განსხვავებაა მაინც, როდესაც ექიმი მუშაობს ექიმად და როდესაც აი ამ საექიმო ცოდნით და თეორიული მომზადებით მუშაობ ამ სფეროში მენეჯერის. და უნდა იყოს თუ არა ექიმი მენეჯერი. ხო, გაცილებით ნაკლები პასუხისმგებლობა. ექიმი, რომელიც მოწოდებით არის ექიმი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მენეჯერი, მან უნდა იმუშაოს ექიმად. რომელსაც შინაგანი და მეც აუცილებლად ასე ვიქნებოდი, ჩემი შინაგანი მოწოდება, ჩემი სიყვარული რო ყოფილიყო, იქ ყოველდღიურ, ანუ მე ბედნიერი რო ყოფილიყავი იმ ყოველდღიურ გარემოში, სადაც ექიმად მუშაობის, აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით მეტად მომგებიანია ის სფერო, სადაც ამ წუთას ვარ და ეხლა თუმცა დღესდღეობით უკვე ნელ-ნელა სამედიცინო მე როცა დავიწყე ამ სფეროში მუშაობა ფინანსურად მაშინ მეტად დაუფასებელი იყო სამედიცინო სფერო და ექიმები ზოგადად, თუმცა ახლა ეს საკითხიც ნელ-ნელა შეიცვალა კი ბატონო. გარდა მაგისა არის ნაკლები პასუხისმგებლობა, თუმცა არასდროს არ გავურბივარ მე პასუხისმგებლობას, მაგრამ ალბათ იმ პასუხისმგებლობას უშუალოდ პაციენტის, კონკრეტული პაციენტის წინაშე. კი ბატონო, ხო. ნუ არასდროს მაგას არ მენეჯერი რო
ნუ თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩემთვის ის იყო, რომ მე ყოველთვის ვცდილობ იმ გარემოში ვიყო, სადაც ბედნიერი ვარ. რაც მაგით აი, საინტერესოა უკვე. ალბათ ესეც არის მე უკვე მიზეზი იმისა, თუ რატომ ეძებთ თქვენს წიგნებშიც გარკვეულწილად აი ამ ბალანს, ჰარმონიას და ადამიანის ადგილს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. თუმცა ესე ჯანმრთელობას უკავშირდება, იმიტომ რომ დღევანდელი განმარტება თანამედროვე კონცეფციებით ჯანმრთელობის არ არის მარტო ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ეს არის ჰარმონიული მდგომარეობა, კომფორტის შეგრძნება და კარგად ყოფნის შეგრძნება და ჩვენ ამას სულ რამდენიმე წუთში ალბათ დავუბრუნდებით ამ თემას, მაგრამ მანამდე მინდა რომ გარკვეულწილად შევაჯამოთ. გამოდის რომ სამენეჯერო საქმიანობისთვის ჩვენ ხშირად გვესმის ეს, ამიტომ დაგესვით ეს კითხვა, რომ არ არის აუცილებელი რომ იყო ექიმი, გარკვეულწილად მედიცინაში, დაწყებული ministrიდან დამთავრებული, აი სრულიად პატარა კომპანიის მენეჯერითაც, რომელიც ჯანდაცვის სფეროს გულისხმობდა მედიცინის, რა თქმა უნდა, თავარია კარგად გესმოდეს მენეჯმენტის ხელოვნება თვითონ. თუმცა ჩვენთან ძალიან დიდ ბოდიშს ხიხდი ჩვენთან ფარმაცევტულ კომპანიაში თუ ექიმი ახლა ვერ დაიწყებ. ანუ აუცილებლად ითხოვენ სამედიცინო განათლებას. ანუ არის რაღაცა მიმართულებები, სადაც აუცილებელია. იმიტომ რომ ჩვენ ექიმებს ვესაუბრებით, ჩვენ ექიმებთან მიგვაქვს დამატებით და ახალი ინფორმაცია, ახალი რეკომენდაციები. ექიმი უნდა იყოს აუცილებლად, რომელიც ექიმს რაღაცას სიახლეს მიუტანს. მე მგონია, რომ რა თქმა უნდა მენეჯმენტის წოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიცინაში თუ არ არის გარკვეული, ძალიან რთულია გაუგოს მაინც დეტალებში პაციენტსაც თვითონ სამედიცინო კადრსაც და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ბევრი გამოცდილება არსებობს დაგროვილი მსოფლიოში, არა მარტო რა თქმა უნდა საქართველოში, როდესაც განათლებით და შეიძლება არ იყოს ექიმი, მაგრამ გაცილებით უკეთესი მენეჯერი იყოს, ვიდრე ექიმი, რომელიც აქ თავარია რომელ საქმიანობას ეწევი. თუ საექიმოსაც ეწევი და სამენეჯეროსაც ალბათ რთულია. მე მოგახსენებთ, ახლა ჩვენთან ორი მიმართულება მენეჯერის, თუნდაც ერთი არის პროდუქციის მენეჯერი, რომელიც უშუალოდ მედიკამენტების სიახლეებზე, მედიკამენტების პრეზენტაციებზე, მედიკამენტების გვერდით მოვლენებზე თუ ჩვენებებზე თუ ხო, ანუ ამაზე მუშაობს და ამას აცნობს, ნუ რა თავის გუნდს და გუნდის შემდეგ უშუალოდ ექიმებთან, ნუ პროდუქციის მენეჯერი მაშინ იღებს უშუალოდ ექიმებთან მონაწილე, ანუ კომუნიკაციას მაშინ ხდება, როდესაც ან პრეზენტაცია, ან კონფერენცია და ასე შემდეგ, დანარჩენი რა თქმა უნდა გუნდს აცნობს საკუთარ გუნდს და შემდეგ გუნდი ექიმს. ნუ ასეთი ის, მაგრამ არსებობს მეორე მიმართულება, ეს არის გაყიდვების მენეჯერი, აქ უკვე შესაძლებელია იყოს არა ექიმი, მაგრამ ჩემს თანამდებობაზე მაინც ექიმი აუცილებლად. იცით რატო დავსვით კითხვა, ესეთი თემაა, რომელსაც ყველა გაურბის, რატომღაც ცოტა ტაბუირებული თემაა ხოლმე და ასე შემდეგ და მე კიდევ მგონია რომ პირიქით ღიად უნდა ვისაუბროთ ამაზე, არაფერი ცუდი იმაში არ არის თუ ჩვენ ექიმები ინფორმაციას მივიღებთ არა მარტო იმ რესურსიდან, რომელიც ოფიციალურად არის სამეცნიერო სტატიები, ხო, ახალი სახელმძღვანელოები, კონფერენციები, სემინარები, არამედ სწორედ იმ ფარმაცევტული კომპანიების, რომელიც დაინტერესებულია ამ პროდუქციის გაყიდვით და ამ პროდუქციის შესახებ გაცილებით მეტი იცის. თუმცა რა თქმა უნდა აქ ჩდება საზოგადოების მხრიდან კითხვა, რაც წეგანაც თქვი, რომ ხომ არ არის მერე უკვე დაინტერესება რაღაცით ამ ექიმის. მე ვსაუბრობ ფინანსურზე მხოლოდ, შეიძლება იყოს დაფინანსება რაღაცა კონფერენციაზე წასვლის, სადღაცა მოგზაურობის და ასე შემდეგ და ამის გამო ხომ არ ხდება მაინც ისეთი პრეპარატის დანიშნა, რომელიც კი არ ავნებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებელიც არ არის. მე მოგახსენებთ მაგასთან დაკავშირებით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოა და ურთიერთობებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამედიცინო წარმომადგენელს ექიმთან წლობის ურთიერთობა რო აქვს და კეთილგანწყობილი რო არის ექიმი, შესაძლოა გააკეთოს არჩევანი, მაგრამ გეტყვით რა აი მაგალითად, ხო, გეტყვით რა, გეტყვით რატო, აი რა ტიპის არჩევანი. დაუშვოთ ცეფტრიაქსონი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არის 50 სახეობა სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით დარეგისტრირებული. ექიმს სჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში ცეფტრიაქსონი. თუ იცის, რომ ამ სამედიცინო წარმომადგენელთან, რომელთანაც ლოიალური კეთილგანწყობა აქვს, მაგალითად ექიმს, არის ხარისხიანი, მაგალითად ისეთ ქარხანაში წარმოებული, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და უკვე საკუთარ გამოცდილებაშიც იცის, რომ ეფექტურია ამ 50 დასახელებიდან ამას აირჩევს უბრალოდ, თორე ცეფტრიაქსონი სჭირდება ექიმს და რომელიღაც უნდა აირჩიოს. აი ამ არჩევანს გააკეთებს ალბათ ექიმი. ხო, ანუ ამიტომ აქვს მნიშვნელობა ამ ურთიერთობას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
გარკვეული ინტუიცია, ცოდნა და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, გარკვეული ინტუიციაც სწორედ იმ ცოდნას და გამოცდილებას ეკნობა, მაგრამ ალბათ არჩევანის გაკეთებისას მაინც პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა. აუცილებლად. მე მახსოვს ქონია ესეთი შემთხვევაც, როცა რა არ გვეცდია პაციენტთან და უკვე რო აღარაფერ არ იმუშავა, რაღაცა ძველი მივიწყებული მეთოდი ან წამალი გამოგვიყენებია და აი იმან ზუსტად იმუშავა, ესეც ხდება. ამიტომ ინდივიდუალურ მიდგომას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა. და იმას ვერსად ვერ წაუვალთ, რომ მედიცინა ვერ განვითარდება ფარმაციის განვითარების გარეშე, ფარმაკოლოგიური მიმართულების განვითარების გარეშე, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რა, რომელი წამალი, რა დოზით, რა სიხშირით, ვისთან და როგორ გამოვიყენოთ. და ძალიან მიხარია ჩვენ რომ დღეს ამ თემაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთხელ გვისაუბრე ამ თემაზე, განსაკუთრებით პოლიპრაგმაზიაზეც, მტკივნეული საკითხია და რაც უფრო მეტად გავიმეორებთ ამას ჩვენ კოლეგებთანაც და მაყურებელთანაც, უფრო გავზდით ცნობადობას იმაზე, თუ როდის არის წამალი მართლაც წამალი და როდის შეიძლება ის გახდეს პირიქით საწამლავი. კი ბატონო. და ეხლა მოდით ნელ-ნელა გადავინაცვლოთ იმაზე თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე თქვენი პროფესია, თქვენი საქმიანობა, როგორც პიროვნებაზე, როგორც მოაზროვნეზე. იმიტომ რომ როგორი შემოქმედებითიც არ უნდა იყოს ადამიანი ბუნებით, ხო, მწერალი იქნება ის თუ პოეტი თუ მხატვარი თუ სხვა, რაღაცა გარკვეულ თემას მაინც და გარკვეულ ინტერესებს აჩენს ალბათ ის გამოცდილება, რომელიც მან თავის ცხოვრებით ან საქმიანობით შეიძინა. როგორ აღმოჩნდით მწერლობაში, როგორ გაჩნდა პირველად იდეა დაგეწერათ რაღაცა ნაწარმოები, რა იყო თქვენი პირველი ნაწარმოები და რა მოახდინა გავლენა თქვენს კი ბატონო, გეტყვით. სტილზე მოდი ესე ვთქვა, ჯერ და თემებზე. ნუ ზოგადად ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად ვწმუნდები, რომ ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევით და ტყუილად არაფერი არ ხდება. თუნდაც ის პროფესიაც მე ვახსენებ, თუნდაც რამოდენიმე წუთის წინ, რომ მაინც შთაგონება იყო, ზემოქმედება იყო მშობლების და ასე შემდეგ გავლენა და ასე, თუმცა აუცილებლად ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა, იმიტომ რომ მე უნდა ჩამეპარებინა ჯერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო არ აქვს მშობლი, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტში რომ ყოფილიყავი ექიმი, შემდეგ მოვხვედრილიყავი ამ სფეროში და ამ სფერომ შემდეგ როგორ ჩამომაყალიბა თუ ამ სფერომ ფარმაცევტულმა კომპანიამ მე ალბათ ჩამომაყალიბა პიროვნებად. ძალიან დიდი გავლენა იმოქმედა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. პირველ რიგში ის რომ მასწავლა კომუნიკაცია, ურთიერთობა. ურთიერთობები ადამიანისთვის დამერწმუნეთ და თქვენს დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენ ან ურთიერთობთ ადამიანებთან, ან ურთიერთობთ საკუთარ თავთან, ამიტომ ურთიერთობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში. ხო, დახურული სამყარო არა, კი ბატონო. შესაბამისად მასწავლა ურთიერთობები პირველ რიგში. მასწავლა შეფუთვაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ექიმისთვის მე სხვათა შორის ჩემს პირველ წიგნში ბედი, რომელსაც აზროვნება განაგებს, მაქვს ეს თემა მცირე რაღაც ერთი აბზაცით განხილული, რომ იმ ექიმსაც სჭირდება შეფუთვა, თუნდაც პაციენტთან, იმიტომ რომ პაციენტი რო შედის ექიმთან, მას ჯერ არც უმკურნალი არ იცის წარმოდგენა არ აქვს, მას სჭირდება ექიმის პაციენტის კეთილგანწყობა სჭირდება ექიმს, თუნდაც იმისთვის, რომ მკურნალობა გაცილებით ეფექტური იყოს, იმიტომ რომ ამ ფსიქოლოგიას ზოგადად მე ყოველი შემთხვევისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, თუნდაც მკურნალობის ეფექტურობაში პაციენტის განწყობა როგორია, რამდენად სკეპტიკურად არის ექიმის მიმართ განწყობილი, ან რამდენად რწმენა აქვს მას, რამდენად ენდობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კი ბატონო, დიახ. და ნუ გარდა მაგისა სხვათა შორის გარდა მაგისა ზოგადად ხა ტვინი რომ მართავს ჩვენს ორგანიზმს, თუნდაც აი პლაცებოს დავასახელებ, რომ აი ვიცით პლაცებო კვლევაში გამოყენებული ნივთიერება, რომელსაც სამკურნალ წამალ თვისებები არ აქვს, მაგრამ თუ ადამიანი იღებს მას როგორც წამალს, კურნავს, სჯერა რომ ის წამალია, კურნავს მას. შესაბამისად ტვინს თუ ვატყუებთ, პლაცებო ვატყუებთ, თუ ტვინს ვატყუებთ, ეს არის სამკურნალ წამალ საშუალება, ტვინს აქვს ის უნარი, რომ განკურნოს სხეული. ტვინი გვმართავს ჩვენ.
თუმცა ჩვენ შეგვიძლია ტვინი ვმართოთ. ამას ეძღვნება ჩემი მეორე ნაწილი შემოგვიყვება. კი, მესმის. აი მე მინდა რომ სანამ ჩვენ მეორე წიგნზე გადავიდოდეთ, მაინც ჩავასრულოთ ის თემა. თავიდანვე ახლა ორი დიდი წიგნი ხო არ დააგწერეთ, რაღაცა ჩანახატები ალბათ რაღაცა გქონდათ. აი თავიდან როდის დაიჭირეთ თქვენი თავი რომ მოგწონთ წერა, გინდა თქვენი ნაფიქრი ნააზრევი გადმოიტანოთ ფურცელზე, მანამდე ხო არ გამოგიციეთ რამე თუნდაც კრებული და მე როგორ გაჩნდა უფრო დიდი წიგნის ნაწილი, იმიტომ რომ ისიც რატო გეკითხებით, ექიმებს არ გვაკლია ნიჭიერი და შემოქმედებითი ძალიან ბევრი ყავს. მაგრამ ძალიან ბევრიდან აი ამის 90% ალბათ ამას აკეთებს თავისთვის. ძალიან ცოტას აქვს იმისი რაღაცა სურვილი, უნარი სხვათა შორის, რომ ეს თავის შემოქმედება გამოიტანოს გარეთ. რომ თulis რომ დილეტანტია იმ სფეროში და ამას სითამამეც სჭირდება, იცით? და ამიტომ გეკითხებით, რამ განაპირობა, ან როგორ მოხდა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ეს წიგნად გამოგეშვათ. ყველაფერს მოგახსენებთ, არაფერს არ ვწერდი მანამდე, მხოლოდ თავისუფალ თემებს ვწერდი ძალიან კარგად ყოველთვის და ქართულის არც ერთ გამოცდაზე არც კი ვემზადებოდი ხოლმე თუ წერით გამოცდა იყო, ნუ ვიცოდი რომ თავისუფალ თემას დავწერდი, ავირჩევდი და დავწერდი. ნუ მხოლოდ თავისუფალ თემებს წერდი კარგად, მეტი არაფერი არ დამიწერია ჩემს პირველ წიგნამდე. პირველი წიგნი არის ბედი, რომელსაც აზროვნება განაგებს და გეტყვით რამ განაპირობა წერის, ანუ წერის мотиваცია რამ შემიქმნა ზოგადად. ნუ მე თვითონ მოვყევი ერთ დროს აფიორაში, ნუ მოკლედ მუშაობდი ის პროდუქციის მენეჯერად, ვიყავით საკმაოდ ძალიან კარგ პირობებში და ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი კურსელი, ნუ ვიდა შემომთავაზა სამსახური, რომელსაც რა თქმა უნდა ვენდობოდი, იყო ნუ იტალიური კომპანიის წარმომადგენლობა უნდა შემოსულიყო აქ და მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ მე წამოვიყვანე სხვა კადრებიც და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აღმოჩნდა აფიორა. რაღაცა გარკვეული პერიოდი 3 თვე გაგრძელდა ეს პერიოდი და რა თქმა უნდა მე მქონდა შემოთავაზებები რომ სამსახური დამეწყო, მაგრამ სანამ ჩემი წამოსულმა თითოეულმა ადამიანმა არ დაიწყო მუშაობა, მე არ დავიწყე მუშაობა, შესაბამისად ჩემი სახლში ყოფნის პერიოდი გაგრძელდა 3 თვე და ეს 3 თვე ნუ ჩემთვის იმდენად რაღაც სხვა ის აღმოჩნდა, ტკივილი აღმოჩნდა იმ კუთხით რომ ჯერ ადამიანს რომელსაც ენდობი იმედგაცრუება პირველი. შემდეგ ნუ რა თქმა უნდა იმ პერიოდში ყველა ასე ვიყავით რომ ბანკის სესხი და ასე შემდეგ და მე თვითონაც ჩემთვისაც რთული იყო იმ მომენტში ფინანსურადაც, იმიტომ რომ ყოველთვის ითვლებოდა რომ ფარმაცევტულ კომპანიაში და მით უმეტეს მენეჯერს სოლიდური შემოსავალი აქვს, ნუ ყოველ შემთხვევისთვის საშუალო საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე გაცილებით მაღალი და იმ ხელფასის გარეშე იმ მომენტში დარჩენა რთული იყო ჩემთვისაც და გარდა მაგისა პასუხისმგებლობა ამდენი ადამიანების მიმართ და ეს პერიოდი აღმოჩნდა ამ გადასახედიდან ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო, თორე სხვა შემთხვევაში მე ალბათ წერას არ დავიწყებდი და სხვა შემთხვევაში თქვენ ახსენეთ, მე არ მიფიქრე რომ დილეტანტი ვარ, დღემდე შეიძლება ავთვლი პროფესიო და აუცილებლად მე თუნდაც ლიტერატურული თვალსაზრისით ვარ გასაზრდელი, მაგრამ ჩემი პირველი мотиваცია, ჩემი ძირითადი мотиваცია არის ადამიანების დახმარება. მე იმ წიგნით, პირველი წიგნით პირველ რიგში საკუთარ თავს დავეხმარე და შემდეგ უბრალოდ ცდილობ სხვებს დავეხმარო. სხვა мотиваცია მე არ მაქვს, შესაბამისად კრიტიკას იქნება, თუნდაც ლიტერატურული თვალსაზრისით იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ მე აუცილებლად დასახვეწი ვარ, მაგრამ ის რომ ჩემი გამოცდილება სხვას გაუზიარო და ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო, ეს ჩემთვის რა ეხა ჩვენ შემოქმედებითი თავისუფლების აკრს მივადექი და დიდი მადლობა ეს რო ახსენეთ, იმიტომ რომ მე სულ ვფიქრობ რომ არ აქვს მშობა მუსიკაში, ხატვაში, წერაში ყველგან ჩვენ ხშირად აი სწორედ ეს კლიშეები გარკვეულწილად ეს სტანდარტები გვბოჭავს რომ იმას თავისი ნორმა აქვს რა თქმა უნდა და მე ამ ნორმებს არ მაყოფილებ თუ არა ამ წესებს, მაგრამ თუ ადამიანს სურვილი აქვს, როცა გულზე მღერება მისი არ იყოს, როცა ადამიანს სურვილი აქვს რომ გადმოიტანოს ის რაც გულში უდუღს ფურცელზე თუ პალიტრაზე და ამ შემდეგ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ალბათ უნდა შეეძლოს ამის გაკეთება იმ შიშის გარეშე რომ აი კრიტიკებენ რომ ეს კარგია ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის მიხედვით თუ არა, ამ ინდიკატორებით ასე ვთქვათ. მაგრამ საინტერესო ის არის რომ თქვენი мотиваცია იყო ერთის მხრივ ის რომ საკუთარ თავს დახმარებოდით, მართლა ამოგეხეთქათ ეს და მეორე სხვისთვისაც რაღაცნაირად ალბათ გარკვეული დახმარება, მხარდაჭერა გაგეწიათ რომ მომავალში მსგავსი მდგომარეობის დროს როგორ. მაგრამ აქ საინტერესო რა არის თვითონ სათაურით, სულ არ გქონდეს ადამიანს თქვენი წიგნით საკითხული უკვე სათაურია საინტერესო, იმიტომ რომ ზოგი თulis რომ ეს ბედი არის, ბედი
და ეს არის გარკვეულ გარემოებათა, გარკვეულ ფაქტების მოვლენების დამტყვევა, გარკვეულ დროსა და სივრცეში და იქ ვერაფერ შენ ვერ შეცვლი, ხო? მაგრამ აი თქვენ ამბობთ, რომ დავუშვათ მაინც საკუთარ ბედს ადამიანი ქმნის თვითონ. აუცილებლად მე ასე მჯერ, აუცილებლად. აი მოდით რაღაც ცოტა ხანი ეს თემა ორი სიტყვით ჩავშალოთ, რატო თვლით თქვენ ასე და მე უკვე მეორე წიგნის შესახებაც რომ გითხრათ ორი სიტყვა. ну პირველ რიგში ის რომ ჩემთვის მაგალითად ჩემთვის ანუ არა თქმა უნდა მე ასე მჯერა რომ ჩემთვის აბსურდულია მაგალითად მოსაზრება რომ მე ჩემი ცხოვრება დამიწერეს წინასწარ მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს ამ შემთხვევაში ყველაფერი აბსოლუტურად ჩემთვის და ის რომ მე მაგალითად სიცოცხლე რაღაცა გარკვეული დანიშნულება მაქვს ამ მატერიალურ სამყაროში ეს კი ბატონო აუცილებლად და მე რო აქ განვითარების ჩემი სულის განვითარებისთვის ვარ ამ მატერიალურ სამყაროში ამის მჯერა მაგრამ ის რომ მე როგორ განვავითარებ ზუსტად ამაშია საქმე და ანუ წინასწარ მე ამას ვერ გამიწერდნენ მაშინ ჩემს ამ მატერიალურ სამყაროში მოვლენის აზრიც იკარგება თუ მე გაწერილი მაქვს უკვე ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისთვის მე არ მჯერა რომ ბედი ანუ ბედი ხო ეს მარადიული თემაა სულ ამაზე მეტიჯელო და ყველაფერი წინასწარ გაწერილია და მაინც მოსახდენი მოხდება თუ ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია მე ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია არა აუცილებლად შეგვიძლია ამის შეცვლა მაგრამ პირველ რიგში ეს ყველაფერი ჩვენ საკუთარ თავში თუ არ შევცვალეთ ისე ვერაფერს ვერ შევცვლით ჩვენს ყოველდღიურობაში რაღაც ის რისი შეცვლაც ჩვენ გვინდა თუ ჩვენ ყოველდღიურობაში არ შევცვალეთ ვერაფერს ვერასდროს ვერ შევცვლით მე ასე ძალიან მიხარია ამას რომ ამბობთ იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ვინც ახლა გვისმენს იმედის მომცემი იმიტომ რომ უიმედობას ხელჩაქნევას გარკვეულწილად 1-2-3 ბარიერის და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ არაერთი ადამიანის ასე ვთქვათ გარკვეულწილად გულგატეხილობა და დანებება მოდით ზუსტად ეს სიტყვა გამოვიყენოთ გამოუწევია და თქვენ თვლით რომ ასეთ ბედისადმი დაუმორჩილებლობის იდეაც შეგვიძლია ამას დავარქვათ რომ შეიძლება კი ბატონო ეს ესეა გარკვეულწილად ესე ეწყობა მოვლენები და ფაქტები მაგრამ თუ მე შევცვლი ამას ეს სამყარო თითქოს ამას გაიგებს და ამ ყველაფერს მე კი არ მოვერგები სამყაროს ის სამყაროს ასე ვთქვათ მოვლენები და ფაქტები მოერგება ჩემს სურვილებს და რატომაც არა შეიძლება ასე უფრო აღწევდეთ მიზნებს და საინტერესოა იმიტომ რომ ეს უკვე გარკვეულწილად როგორც ფილოსოფიურ ასპექტში გადადის იცით ჩვენი აზროვნების და მე ვფიქრობ რომ კი ნამდვილად არის რაღაცები რაზეც ჩვენ განვაგებთ და ჩვენ ვახდენთ გავლენას მაგრამ სამწუხაროდ არის ალბათ ისეთი გარემო ფაქტორებიც რომელიც იმდენად ძლიერია მაინც ჩვენზე რომ რაც არ უნდა მოვინდომოთ ნუ ის განაპირობებს ჩვენ შემდგომ ბედს მაგრამ მე მენიშნა ერთი რამ თქვენ თქვით რომ მაშინ ესე მეგონა მაგრამ ამ გადასახედიდან ხვდები რომ ეს ალბათ ასე უნდა მომხდარიყო ასე რომ მაინც ეთყობა რაღაცა გარკვეული ჩარჩო ჩვენი არსებობის ჩვენი გზის მაინც თავიდანვე შეიძლება განსაზღვრულია, მაგრამ მერე უკვე ჩვენ აი ამ ჩარჩოში როგორ ვიმოქმედებთ და როგორ განვავითარებთ საკუთარ თავს, ეს უკვე სხვა თემაა. და ვიდრე გადავალთ თქვენ მეორე წიგნზე, ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი და მერე უკვე შეიძლება მეორე წიგნის იდეა როგორ გაჩნდა. კი ბატონო, მე უბრალოდ კი სხვათა შორის აი მეორე წიგნში უფრო გაშლილია ეს თემა ახლა, რასაც ვიტყვი, რაზეც ვისაუბრობ. ჩემი აზრით, ჩვენ ამ მატერიალურ სამყაროში ვართ ჩვენი სულის გასავითარებლად და სამყარო უბრალოდ ხმარება გვიხსნის გზას, რომ მაქსიმალურად დავინახოთ რაღაც შესაძლებლობა, რა მიმართულებით გვჭირდება განვითარება. თუნდაც ტკივილიც, აი ნებისმიერი ტკივილი, მე ვფიქრობ, ზოგადად რა მეორე წიგნშიც მაქვს ეს თემა მოყვანილი, რომ ადამიანი იბადება ტკივილით და ეს არ არის სამყაროს შემთხვევითი პრინციპი. იმიტომ რომ ტკივილში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვითარდება ადამიანი, ყველაზე მეტად იზრდება ადამიანი და შესაბამისად ნებისმიერ რამ, რაც ჩვენ გვევლინება ცხოვრებაში, ვფიქრობ მხოლოდ იმიტომ, რომ გავიზარდოთ. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შევამჩნიოთ და გავიზარდოთ. და თუ ვერ ვიზრდებით, უბრალოდ ერთი და იგივე რამ ძალიან ბევრჯერ მოგვევლინება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ტკივილით, კი ბატონო. ჩვენ და გავარღვიოთ ეს წრე, გავიდეთ. საკუთარ შეცდომებზე ჯობია სწავლა თუ სხვის შეცდომებზე. რა თქმა უნდა, სჯობს ალბათ, რა თქმა უნდა, სჯობს ალბათ სხვის შეცდომებზე, მაგრამ ძირითადად მაინც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და მე ვფიქრობ, რომ
არც პრობლემა მე არ ვხედავ პრობლემას შეცდომების დაშვებაში. მთავარია ერთი და იგივე შეცდომები არ დაუშვათ და გავიზარდოთ. მთავარია გავგზავნოთ ჩვენმა შეცდომებმა. თორემ მე არ ვფიქრობ, მე მაგალითად დიდი ხანია უკვე რაც კრიტიკის შიში აღარ მაქვს. ხო, თავი და ყველას მოუწოდებ, ალბათ მოუწოდებ, ვურჩევ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ გვინდა ჩვენში შემოქმედი გავაღვიძოთ და ჩვენი შემოქმედების გზა მაქსიმალურად გავხსნათ, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ კრიტიკის შიში დავივიწყოთ. ჩვენ ვენდოთ საკუთარ თავს პირველ რიგში. თავისუფალ უნდა ვიყოთ ჩვენი აზრის გამოხატვაში. მაგრამ თუ ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება მე რაღაცნაირად გვაზარალა ჩვენ ან ჩვენი ახლობლები, აქ ალბათ კომპრომისზე წასვლა მაინც შეიძლება მოგვიწიოს. კი, შეიძლება, ეს ალბათ თვითონ იმ კონკრეტულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ზარალი გვასწავლის კიდევ უფრო მეტს. ძალიან საინტერესო რამ თქვით, თქვენ თქვით, რომ აი ტკივილი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვენც ექიმებისთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ ტკივილი არის სწორი პირველი სიმპტომი, რომელიც ყურადღებას აქცევს ადამიანს თავის ჯანმრთელობას და მაგ დროს უფრო მიდის ექიმთან, ვიდრე დაუშვათ სხვა სიმპტომების დროს, თუმცა ჩემთვის უკვე ის ფაქტია მტკივნეული პიროვნულად, რომ ტკივილის გარეშე განვითარებაც ხო შეიძლება. აუცილებლად შეიძლება, მაგრამ ჩვენ შეიძლება უბრალოდ ჩვენ არ ვართ მაგცნობიერებ ჯერჯერობით სამწუხაროდ, აუცილებლად შეიძლება რა თქმა უნდა. რასაც ჩვენი კაცობრიობის განვითარების ისტორია გვაჩვენებს, მაინც მართლაც განვითარება ყოველთვის რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენების, ტკივილების, რაღაცა კატაკლიზმების გადავლის შემდეგ ხდება და სამწუხაროდ იქამდე ვერ მივედით ვერც პიროვნულად და ვერც ასეთი კაცობრიობის ანუ ამ სისტემის თვალსაზრისით, რომ ყოველგვარი აი ამ დაპირისპირებების, ომების, ბოროტების, ვნების და მართლა ამ დიდი ტკივილების გარეშე მივიდეთ, გავაკეთოთ ის, რასაც ჰარმონიული და სწორხაზოვანი ერთგვარად მშვიდი განვითარება ქვია. და მე აი აქვე მინდა გკითხოთ, ხომ არ მოხდა ისე, რომ ის რაც დაგრჩათ ან სათქმელი ან ჩასაშლელი პირველ წიგნში, ამან გამოიწვია მეორე წიგნის დაწერა, თუ ეს უბრალოდ როგორ გაჩნდა ეს? მეორე წიგნის დაწერის იდეა, უკვე ჩემი მართულება უკვე ნაპოვნი მქონდა საკუთარი თავი, საკუთარი გზა, რომ ჩემი მართულება იყო, რომ ჩემი რაღაც გაცნობიერების რაღაც გაზიარება ადამიანებისთვის და ამ კუთხით რაღაცის დახმარება. მე რა თქმა უნდა ჩვენ არც ერთმანეთზე მეტი ვართ და არც ერთმანეთზე ნაკლები. უბრალოდ შესაძლოა ჩემმა პატარა 4 წლის შვილმა რაღაც ერთი სიტყვა თქვას ისეთი, რომელმაც მე დიდი რამ გამაცნობიერებინას. და ერთადერთი ხო მიზანი ის არის, რომ მე არ ვამბობ, არ ვიცი რამდენად ჭეშმარიტება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად ჭეშმარიტება ის, რასაც ჩემს წიგნებში გადმოვცემ, მაგრამ თუ გარკვეულ ადამიანებს რაღაცის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომელიც შემდეგ ეს ხელს შეუწყობს საკუთარი თავის რეალიზება, იმ ადამიანის რეალიზებას, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დანიშნულება ფედერალურ სამყაროში. მეორე წიგნი არის ფილოსოფიური ჟანრი. სხვათა შორის მეორე წიგნმა აიღო ლიტერატურული პრემია მუზა 2025 მწერალთა სახლის ორგანიზებით იყო ეს ლიტერატურული პრემია და მიენიჭა 2025 წლის საუკეთესო რომანის სტატუსი. მეორე წიგნი არის ძირითადად ადამიანის განვითარების გზაზე. ანუ ძირითადი იდეა ეს არის ადამიანის განვითარების გზა, რა შეცდომებმა, ოღონდ ჩვენს შინაგან თვისებებში, რა თვისებებმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს ჩვენ განვითარებაში, ჩვენს სულს განვითარებაში ზოგადად, რა თვისებებმა შეიძლება დაგვცეს, რა თვისებებმა შეიძლება დაგხვიოს უკან და რა თვისებები წაგვიყვანს წინ, მაგალითად სინათლისკენ, პირობითად სინათლე მაქვს აღებული, ადამიანი იმყოფება კომაში, კომიდან გადადის სხვათა შორის ეს გადასვლის პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გადადის რატო? აცნობიერებს, რომ ყველაზე წმინდა სიყვარულიც კი დედაშვილური სიყვარული შეიძლება იყოს ეგოიზმზე დაფუძნებული, ეგოისტური და ამ ყველაფრის გაცნობიერება განაპირობებს იმას, რომ ის ტოვებს საკუთარ სხეულს და გადადის არამატერიალურ სამყაროში. შემდეგ არამატერიალურ სამყაროში ხვდება სინათლეს, თვითონ გონია რომ განიკითხავენ, თუმცა საბოლოო ჯამში ხო ეს ასე არ არის და
კი, ხდება სინათლე, არ მოყვება, რა თქმა უნდა, კი. მაყურებელმა თუ დაინტერესდება წაიკითხოს, მაგრამ არსი ვთქვათ. კი ბატონო, და ცდილობს დააბრუნდეს მატერიალურ სხეულში და ახალი ცოდნით. ახალი ცოდნით, კი ბატონო. ძალიან საინტერესოა და სასიამოვნოა, იმიტომ რომ კი ეს მარადიული თემებია, რა თქმა უნდა, თვითშემეცნების, თვითშეცნობის, სამყაროს შეცნობის და უდაოდ საინტერესოა ეს თემა თვითონ ჩვენთაგანისათვის და ისიც ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ ნამდვილ სიყვარულზე, ეს პირობა უნდა იყოს, როგორც კი გარკვეული პირობა, მიზეზია და სხვა ასეთი ქვენაგრძნობები, თუნდაც ძალიან მშობლიური, თუნდაც ძალიან კეთილშობილური ახლავს იქ გარკვეული პირობა უკვე იდება და რა თქმა უნდა ეს სხვა ტიპის სიყვარულია, მაგრამ სხვა ტიპის არა მსხვერპლშეწირვამდე მისული და არა უზენაესი ალბათ და ამითია საინტერესო ის ფაქტი, რომ თქვენი ნაწარმოები, თქვენი მეორე წიგნი, როგორც თქვენ აღნიშნა კიდევაც პრემიით, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი დანიშნულება მართლა ამ ქვეყანად მოვლენს არის ვიპოვოთ პირველ რიგში საკუთარი თავი. გამოვადგეთ სხვას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვეცადოთ, ახლა სრულყოფილი შეიძლება ვერ გახდეთ, მაგრამ სწრაფვა სიარულის სრულყოფილებისკენ ალბათ ეს უკვე არის ის სწორი გზა ცხოვრების, კი ბატონო. ხო, ნუ სრულყოფილი რა თქმა უნდა შეიძლება ვერ გახდე, მაგრამ სწრაფვა სრულყოფილებისკენ რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს ალბათ კეთილშობილური გზა არის ჩვენი ცხოვრების და მე ვფიქრობ, რომ აი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ის მარადიული თემა, რომელიც არასდროს არ დასრულდება, ეხლა განსაკუთრებით გამწვავებულია მთელ სამყაროში. მათ შორის ჩვენ ქვეყანაში ალბათ სწორედ ეს არის სინათლე უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში გარეთ და იმ ბნელ ძალებს რომელიც ცდილობს გათიშოს ადამიანები თუ ესე ერთად არ შევებრძოლებით ალბათ ყოველთვის მოგვერევიან იმიტომ რომ გათიშულობა, გათითოკაცება როგორც თქვენ ბრძანეთ ვიღაცასთან ურთიერთობა არის ყველაზე ფასეული თქვენთვის და ამიტომ არჩიეთ ეს პროცესი სადაც ურთიერთობა გიწევთ ურთიერთობის გარეშე ერთად ყოფნის გარეშე ადვილად დავიძლევით ეს ცნობილი თეზაა განსაკუთრებით საქართველოში მაგრამ თუ ერთ კონად ვიქნებით მოკლედ ვერ გადაგტეხავენ და დავამატებ თუ შეიძლება ანუ აი კი ბატონო თუ ჩვენ ძირითადად რაღაც გამოვხატავთ ხოლმე უკმაყოფილებას რაღაცის არ აქვს მნიშვნელობა გარემო ფაქტორების მიმართ მე ასე ვფიქრობ ყოველი შემთხვევაში რომ თუ ჩვენ რაღაცის შეცვლა გვინდა პირველ რიგში ჩვენ რაც შეგვეძლია ერთი რომ შევცვალოთ საკუთარი თავი პირველ რიგში თუ ჩვენ თითოეული ჩვენგანი ასე ვიფიქრებთ ის გარემოს შესაძლებელი აღარაფერი აღარ ექნება უკვე და ჩვენ თავის შესაძლებელი აუცილებლად ხო და არა უარესობისკენ ზუსტად მაგასთან დაკავშირებით თითოეულ ჩვენგანში მე ასე ვფიქრობ რომ არის ბოროტიც და არის კეთ აუცილებლად ეს ორი საწყისი არის ჩვენ რომელს ყვებავთ იმის მიხედვით ვაყალიბებთ ჩვენში ანუ ვზრდით და ვავითარებთ ჩვენში თუ ჩვენ მუდმივად ვართ დეპრესიაში ანუ გშურს ну რა თქმა უნდა ის მეორე ბნელი მხარეს ვავითარებთ მას ყვებავთ მაგრამ თუ ჩვენ ვართ სიყვარულის მადლიერების მდგომარეობაში სხვათა შორის რატოცემ უდიდეს პატივს და რატოა ყველაზე ჭეშმარიტი რელიგია ჩემთვის ქრისტიანობა იმიტომ რომ სიყვარულს და უპირობო სიყვარულს გადაგებთ თუ ჩვენ მუდმივად და ყოველ წამს ვართ სიყვარულის მდგომარეობაში ოღონდ სიყვარული ცოტა სხვანაირად გესმის სიყვარული აუცილებლად არის გაცემა და არა მიღება არა დალოდება იმისგან ის რასაც ანუ ჩვენ რატო გვეუბნებიან თუნდაც მაგალითად რატოა ქრისტიანობაში რომ მეორე ლოყა შეუშვიდე ჩვენ თუ ეგო გვაქვს ჯერ კიდევ განვითარებული მეორე ლოყას ვერ შეუშვერთ ეგო აუცილებლად იქნევს მოშტს საპასუხოდ მაგრამ თუ ჩვენ რაღაც აი თუმცა ყველაფერზე ვერ მიუშვერთ არა აუცილებლად თუმცა მაგრამ თუ ჩვენ შინაგანად სიყვარულს გავცემთ მე ასე ვფიქრობ რომ წარმოუდგენელია მოშტი მოგვხვდეს თუ ჩვენ მაგალითად გეთანხმებით აბსოლუტურად გეთანხმებით იდეურ დონეზე მაგრამ ცხოვრება გაცილებით მკაცრია და რთულია და როდესაც შენ ქვეყანაში ვიღაცა მაგალითად ან შენ ოჯახში შემოიჭრება ყველაფერს გართმევს გიწვავს გაწამებს განადგურებს რა თქმა უნდა თავდაცვის ინსტინქტი არსებობს ღირსების გრძნობა არსებობს და შეიძლება შეეწირო მაგრამ მაინც წინააღმდეგობა გაუწიო და აქედან გამომდინარე რაღაცა სკვარი რომელიც არსებობს აი სიყვარულსა და სისასტიკეს შორის ისევ სიყვარულით განისაზღვრება რომ მე შეიძლება ვიღაცის მიმართ სასტიკი იმიტომ ვიყო რომ ზუსტად სიყვარული ჩემიანის მიმართ
რომელიც იმან დამიჩაგრა და უშოთ გამიწვალა იმის სიყვარულის გამო შეიძლება გავაკეთო ის, რასაც გარედან თუ წინაპირობა არ იცის იმემ სიძულვილი ან სისასტიკე ერქვას თვითონ. თუმცა კიდევ ერთხელ გეთანხმებით, რომ ერთი აფექტის მდგომარეობა იმ წუთისმიერი და ასე შემდეგ და მეორეა შურისძიების გრძნობა, რომელიც შეიძლება სხვასაც უყავდეს და საკუთარ თავს. ამის შორის ის მიწევება, პატივისცემა, რაღაცა შერიგება, ეს არის კი გეთანხმებით ის, რაც ალბათ ჩვენი ქრისტიანული და სხვა ნებისმიერი რელიგიიდანაც, რომელიც პირველ რიგში სიყვარულს და ნათლისკენ მოგვიწოდებს და სწორედ ამას ვამბობდი, დიდი მადლობა თქვენს, რომ დამიმატეთ, რომ თუ ჩვენ ყველა ვეცდებით, რომ ერთად ვიყოთ იმის წინააღმდეგ, რასაც ბნელი ქვია. მაშინ ბუნებრივია ის ბნელი ვერასდროს ვერ მოგვერევა და ეხლა ცალკეული ადამიანი რო ბნელს ებრძვის, ის ყოველთვის დამარცხდება. და ერთს დავამატებ კიდევ სხვათა შორის მეორე წიგნში მაქვს მე, რომ სიბნელესთან ბრძოლა უაზრობაა, სიბნელის გაქრობის ერთადერთი გზა განათება. მაგიტომ ჩვენ ბევრი თუ ვიქნებით ნათელი, ის სიბნელე განეიტრალდება. და ვიდრე დავასრულებთ, რა თქმა უნდა, ტრადიციული მარტული ქალთათვის დამახასიათებელი კითხვა უნდა დაგისვათ. როგორ უთანხმის, ახლა კაცები რომ წერლები არიან, ხედავ წერენ, არიან ერთ ამბავში, იქ უნდა მიართვა, მოემსახურო, დაეხმარო, ხელი შეუწყო. ქალბატონები, რომლებიც ახერხებენ, სამსახურშიც იყონ, დედებიც იყონ, კარგი მეუღლე, კარგი მოქალაქე, ამასთანავე შემოქმედი. როგორ უთანხმებთ ამას ყველაფერს? ყველაფერს დიახ. ну ყველაფერს ალბათ სავის დრო და წერის პროცესი მაგალითად მე ძირითადად ღამით წერ, როცა ყველას ძინავს უკვე მაგ პერიოდში ყველაზე მეტად მიყვარს წერა და დანარჩენი ალბათ დასვენების დღეებში არის მაგალითად რომ ნებისმიერ თავისუფალ დროს მირჩევნია ვწერო. ანუ ახერხებთ შეუთავსოთ ერთმანეთს. ოჯახიც გიწყობთ ალბათ ამაში. აუცილებლად კი ძალიან დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, კი აუცილებლად. რამხელა თქვენი შვილი? უფროსი ბიჭი არის 23 წლის, პატარა გოგო 4 წლის. კი ხოლია და პატარა წეგარ ვახსენებ 4 წლის არის და ამიტომ მეგონა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა ქალის ცხოვრება ზოგადად. და სწორედ ამიტომ რომ ალბათ სირთულეებთან გამკლავება უწევს სხვადასხვა ფრონტზე და არ უჭირს ამის გაკეთება, იმიტომ რომ ერთი სიყვარული ყვებავს მეორეს, მეორე მესამეს და ეს ყველაფერი ერთად. ამიტომ იცით რა, მე ეს კითხვა ამიტომ დაგისვით, რომ ბოლო დროს ძალიან მტკივნეული ფაქტები ხდება ჩვენ საზოგადოებაში, ხო? ქალისთვის რაღაც საქმიანობის აკრძალვა, გარეთ გასვლის, მკვლელობამდე მიდის ეს სამწუხაროდ განსაკუთრებით ყოფილი ქმრებისგან და ეს იმდენად დამთრგუნველია და რთული თემაა, რომ ალბათ ხშირად უნდა მოუწოდოთ ქალბატონებს, რომ საკუთარი თავი იპოვონ, ჰარმონია იპოვონ და არ გაჩერდნენ იქ, სადაც არ არიან რეალიზებულები, სადაც ითრგუნებიან და ტოქსიურ გარემოში არიან და ითხოვენ ყოველთვის შველა. მაინც ნათელი და კარგი, ასე ვთქვათ, და დადებითი ემოციით მინდა რა თქმა უნდა ჩვენი გადაცემა დავასრულო. გისურვოთ წარმატება თქვენს შემდგომ საქმიანობაშიც, როგორც შემოქმედებითში, რა თქმა უნდა და ისე ცხოვრებისეულში თქვენს ოჯახთან ერთად და ბოლოს რას უსურვებდით ჩვენს ქალბატონებს, რამოდენიმე სიტყვით და ამით დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. ჩვენს ქალბატონებს პირველ რიგში ვუსურვებდი, შეიყვანონ საკუთარი თავი აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ჩვენ საკუთარი თავი არ გვიყვარს, ტყუილია იმაზე საუბარი, რომ ვინმე სიყვარულს შეეძლებთ, ну, ნამდვილ სიყვარულს, არა ეგოისტურს, ну, შეგვიძლია ეგოისტური სიყვარული ყველა შეგვიძლია. შეიყვანონ პირველ რიგში საკუთარი თავი, დააფასონ საკუთარი შესაძლებლობები, თვით შეფასება აიმაღლონ და ნუ შემდეგ იცხოვრონ იმ ადამიანებთან, ვინც აბედნიერებთ, რა თქმა უნდა, რა გარემოც აბედნიერებთ. არ დაუშვონ საკუთარ ცხოვრებაში ის გარემო, რომელიც აუბედურებთ და თვით შეფასებას უქვეითებს. ძალიან დიდი მადლობა, თეა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე ყოველთვის მიყვარს ხელოვნების და მედიცინის ერთმანეთთან დაკავშირება და ეს ის შემთხვევა სწორედ, როდესაც ორივე აი ამ მიმართულების მსახურები ხართ, ისეთი ადამიანები, რომლებიც მედიცინასაც ემსახურებით ნებისმიერ ფრონტზე, იქნება ეს სამენეჯერო პოზიცია თუ პრაქტიკული საქმიანობა და ამავდროულად
შემოქმედებას და მინდა თქვენის ნებართვით ჩვენს კოლეგებს, ხვებს, რომლებიც შეიძლება ასე ჩუმჩუმად ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას და სააშკაროზე გამოსვლა ერიდებათ, მოუწოდო მიბაძეთ თეას. ჩვენს მაყურებელს კი უსურვებ მშვიდ ბედნიერ გაზაფხულს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრა.